გამარჯობა. ალბათ შენც ბევრი მოსწავლესავით დაბნეული ხარ და ფიქრობ, რა საჭირო არის ამდენი გამოცდა FC, CA, TOEFL, IELTS, SAT და ვერ ხვდები რომელი ერთი ჩააბარო. ასეთ შემთხვევაში მოდი მოკალათდი კომფორტულად და მე შევეცდები მარტივად გავცე პასუხი. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ყველა მათგანი არის საერთაშორისო გამოცდა და ყველა მათგანი გვეხმარება ინგლისური ენის ცოდნაში და აკადემიური უნარების მზაობის დადასტურებაში. FC, ანუ First Certificate in English, ეს არის B2-ის გამოცდა, რომელიც ადასტურებს ჩვენს ენობრივ მზაობას. ძირითადად გამოიყენება სასწავლებლად, სამოგზაუროდ, სამუშაოდ. აქ გვაქვს 3 დონე, ABC დონე და ეს გახლავთ უვადო სერტიფიკატი. რაც შეეხება CA-ის, ესეც FC-ის მსგავსად გახლავთ Cambridge-ის საგამოცდო სერტიფიკატი, რომელიც C1 დონეს ადასტურებს და შესაბამისად უფრო მეტი მომზადება და მზაობა ჭირდება ვიდრე FC-ის, თუმცა არ დაგვაუწყდეს ის ფაქტიც, რომ თუ FC-ის საკმაოდ კარგად დავწერთ, ანუ A-level-ზე, მაშინ CA ჩვენ ჯიბეშია, ასე ვთქვათ. ესეც გვჭირდება უნივერსიტეტში, ჩასაბარებლად, სამსახურში, სამოგზაუროდ და ასე შემდეგ. აქაც 3 დონეა, ABC და ესეც გახლავთ უვადო. TOEFL-ს რაც შეეხება, ეს აკადემიური ინგლისურია, დონე B1-დან C2 დონემდე არის, ძირითადად უმაღლეს სასწავლებლად ჩასაბარებლად საზღვარგარეთ და მაქსიმალური ქულა აქ 120 გახლავთ და მისი ხანგრძლივობა, ანუ ვალიდურობა მხოლოდ 2 წელია. IELTS-იც იმავე ფუნქციას ემსახურება, რაცაც TOEFL-ი, ესეც გამოიყენება როგორც სასწავლად, თუმცა აქ უნდა დავუმატოთ ის ფაქტიც, რომ ის ასევე საიმიგრაციო და სამუშაოდაც გამოიყენება განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ავსტრალიაში. აქ მაქსიმალური ბენდი გახლავთ 9, ის შეიძლება იყოს როგორც აკადემიური, ასევე ზოგადი ინგლისურის დამადასტურებელი და მასაც 2 წელი აქვს ვადა. SAT-ის რაც შეეხება, ეს არის კომბინაცია ინგლისურს პლუს მათემატიკა და ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაკალავრზე ჩასაბარებლად კოლეჯში გამოიყენება. აქ მაქსიმალური ქულა გახლავთ 1600 და მოდით მსგავსებებზე და განსხვავებებზე ვისაუბროთ. მსგავსება არის ის, რომ ყველა მათგანი ტესტავს ენის 4-ვე უნარს, წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი გარდა SAT-ისა, იმიტომ რომ SAT, როგორც ვთქვით, ეს არის კომბინირებული მათემატიკა პლუს ინგლისური. TOEFL და IELTS-ი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძირითადად უცხოეთში სწავლის გაგრძელების მიზნით გვჭირდება, თუმცა ზოგიერთი უნივერსიტეტი FC და CA-საც იღებს. უბრალოდ ეს უნდა გადამოწმდეს თავად უნივერსიტეტთან, რომელი ტიპის გამოცდა გჭირდებათ, IELTS-ი გჭირდებათ, TOEFL-ი გჭირდებათ, თუ Cambridge-ის FC და CAE. ან უბრალოდ თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ გინდათ დაადასტუროთ, ან ვინმეს დაუდასტუროთ, რომ ენა იცით, ასეთ შემთხვევაში საკმაოდ მარტივად FC-ზე ან CA-ზე, რომელიც არის უვადო, შეგიძლიათ დარეგისტრირეთ, გახვიდეთ და თქვენს დამსაქმებელს იქნება თუ სამომავლოდ მაგისტრატურა თუ დოქტორანტურაში გასაგრძელებლად აჩვენოთ ეს სერტიფიკატი. რომელი ავირჩიოთ, ეს თქვენზეა დამოკიდებული, როგორც გითხარით, თქვენს ინტერესებზე, მიზნებზე, ასევე სადაპირებთ სწავლის გაგრძელებას, თუმცა ერთი რამ უცვლელია, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ გამოცდაზე გახვალთ. ჩვენ Edu Global-ში დაგეხმარებით აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო გამოცდაში მოსამზადებლად და ნებისმიერ დონეზე გასასვლელად. გამოყვებით და ჩვენ დაგეხმარებით.